დღეს მოგიყვებით პირველი ქართული ნასკარის გუნდის შესახებ. პირველად საქართველოს ისტორიაში სრულიად ქართული გუნდი იქნება, აი კოლხი GRT ერქმევა, ანუ კოლხი Georgian Racing Team. გერყავს ნასკარის ევროპის პრეზიდენტი. მე აზრით ეს ყველაფერი რომ უკვე არსებობს და ქართული გუნდია და მანქანაა, ეს უკვე გამარჯვება და ამას რაც მოყვება, უკვე ბონუსია ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. ტესტავთ ესე რომ ვთქვათ მანქანის ეტაპს, თვლების შეყრის კუთხეს, ამორტიზატორების დაკიდების სიკარგეს. Pure Racing ქვია, რომ აი ნატურალური არის და არაფერი ელექტროობა არ არის, არაფერი არ გეხმარება. რავი ზეთის დონეც რო გინდა შეამოწმო, უნდა გამოუშვა მთლიანად ზეთი და 10 ლიტრი ჩაასხა და იცი რომ 10 ლიტრი გაქვს. 5 და 7 კუბატურის რავი აქვს და ეს რავის მთელი აი ამხელა ხრონგის რავი რო ცხელდება, მთელი ეს სიმხურვალე შემოდის შიგნით, ხო, სპორტული მანქანები ხო გამოშიგნული, არაფერი დამცავი არა აქვს. და აი დედასპიცა ვარ ენით აღუწერელად ცხელა. ოღონდ როგორ იცი, 20 წუთის მერე იწყება. რბოლა გვიწევს 45 წუთი და 20 წუთის მერე არის გაუსაძლისი ყოფა შიგნით. 40 წუთი უნდა ვიარო მე და 45 უნდა იაროს დათამ. ტორმოზის პედალი საკმაოდ ძლიერი აქვს და ძლიერად ჭირდება დაწოლა და საჭე მძიმე არ არის, თუმცა მანქანა რომ მოგიწყდეს დაჭერა რთულია, შესაბამისად ძალა მაინც გჭირდება. წარმატებებს უსურვებთ კოლხი GRT-ს, დათას და მარიამს, მაგრამ ამითი არ მთავრდება ქართველების ევრონასკარზე ასპარეზობა. თუ გაინტერესებთ დამატებითი დეტალები, გამოიწერეთ არხი და გაიგებთ რა ხდება.